დღეს მყავს ორი არაჩვეულებრივი სტუმარი. ჩვენი მთავარი მიზანი არის ჯანმრთელი ბავშვის დაბადება. გავრცელებული მითი ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. მამაკაცების მოყვანა კლინიკაში, ეს იყო ურთულესი პრობლემის გადალახვა. უნაყოფობა პოტენციასთან გონიათ, რომ არის კავშირში და საკმაოდ რთულად გადააქვთ ეს საკითხი. თქვენ შეგიძლიათ რომ უთხრათ პირდაპირ რა არის მიზეზი მათი უნაყოფობის. ერთ კვერცხ უჯრედს ჭირდება 50,000 კარგი ხარისხის სპერმატოზოიდი. რას აკეთებთ იმას, რაც ბუნებას არ გამოუვიდა? ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შევახვედროთ კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ერთმანეთს. ხალი დღეს გახდა ძალიან ძლიერი და მოუკიდებელი, წარმატებული და აი ამან რა გავლენა იქონია ფერტილობაზე. უნაყოფობის დიაგნოზს ჩვენ 35 წლის ასაკამდე ვსვამთ მაშინ, როცა 1 წლის მანძილზე ადგება ორსულობა. როგორი უნდა იყოს ჰაერი, როგორი ავეჯი უნდა გვედგას, როგორი ტანსაცმელი გვეცვას, ყველაფერი გათვალისწინებული არის ჩვენ ლაბორატორიაში და დღემდე კაცობრიობამ არ იცის ბოლომდე ის ცვლილებები, რაც ხდება ქალის ორგანიზმში. აი აფთიაქში რომ მიდის პაციენტი და მომესით კონტრაცეპტივი არ არის სწორი. ამის არჩევა უნდა გაუკეთოს ექიმმა. ინტელექტუალური მონაცემები და IQ ამ ბავშვების ბევრად მეტია ვიდრე ჩვეულებრივ პოპულაციაში. როგორ ფიქრობთ, რატო? გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. ჩვენ რა თქმა უნდა ვიმყოფებით პოდკასტ არეაში და ჩვენი სტუდია ცოტა სხვანაირად არის მოწყობილი, იმიტომ რომ დღეს მყავს ორი არაჩვეულებრივი სტუმარი, არაჩვეულებრივი ქალბატონი და დღეს ვსაუბრობთ ძალიან საინტერესო თემაზე, ეს არის ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა. დღეს ჩემი სტუმრები გახლავთ ლიკა ჭყონია, ემბრიოლოგი, ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტის დამფუძნებელი და დირექტორი და ნატო შამუგია, პროფესორი, მეანგინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, კლინიკა რეპროარტის მთავარი ექიმი. ეს ორი ქალბატონი ყველაზე დაკავებული, ყველაზე მოუცლელია და დღეს ორივე მოახერხა ჩემ სტუდიაში მოსვლა და დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დავიწყოთ პირველი კითხვა, მინდა რომ იყოს აი ესეთი პირდაპირ თემაში რომ ჩავიძიროთ და ქალბატონ ლიკასთან მექნება ესეთი კითხვა, რა არის ყველაზე ესეთი გავრცელებული მითი და სტერეოტიპი ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რისიც ბევრს სჯერა და არ არის მართალი. გამარჯობა პირველ რიგში, დიდი მადლობა რომ მოგვიწვიეთ. სასიამოვნო ამ არაჩვეულებრივ სტუდიაში ყოფნა. რომ გადავიდეთ ასე პირდაპირ თემაზე, რა თქმა უნდა, ყველაზე არასწორი არის ის, რომ როდესაც უნაყოფობასთან გვაქვს საქმე, ყოველთვის რატომღაც ქალი არის პირველ წინა პლანზე და ყოველთვის მას ბრალდება ყველანაირი პრობლემა. მაგრამ ნელ-ნელა ცოტა უფრო გამოსწორებული არის ეს სიტუაცია. ნელ-ნელა მამაკაცის უნაყოფობაზეც დავიწყეთ ძალიან სერიოზული საუბარი და უფრო მეტი წყვილი მოდის ჩვენთან, როდესაც წყვილთან გვაქვს საქმე და მათ მკურნალობთ, ვიდრე ადრე. ეს ძალიან კარგად მახსოვს მამაკაცების მოყვანა კლინიკაში, ეს იყო ურთულესი პრობლემის გადალახვა. რატო არ მოდიოდნენ? იცით რა, ძალიან დიდი პრობლემაა მე როგორც ვხვდები და რაც მოკლედ მამაკაცის პაციენტებთან ურთიერთობიდან გავარკვიეთ, მათ დაკავშირებული აქვთ უნაყოფობა პოტენციასთან გონიათ, რომ არის კავშირში და საკმაოდ რთულად გადააქვთ ეს საკითხი. და გარდა ამისა, ეგო რა თქმა უნდა, რომ მათ არაფერი არ ჭირთ. ანუ პოტენცია და უნაყოფობა არაფერ კავშირში არ არის ერთმანეთთან. სრულიად სხვადასხვა თემაა. ესე იგი, ახლა უფრო მოდიან წყვილები და მამაკაცებმა ერთგვარად ცნობიერება აიმაღლეს, ხო? ცნობიერებაც აიმაღლეს და იცით კიდე რა მოხდა რაღაც გარკვეულმა ქვეყნებმა საკმაოდ დიდი ფინანსები ჩადეს მამაკაცის უნაყოფობის კვლევის დააფინანსეს მოკლედ კვლევები და აქედან გამომდინარე დღესაც ძალიან რთული საკითხი არის მამაკაცის უნაყოფობა და ხუმრობთ ხოლმე რომ ეს უღრანი დღეა, მაგრამ ამ უღრან დღეში შედარებით უფრო გავერკვიეთ და საკმაოდ საინტერესო კვლევები დაიდო, რის შედეგად შეგვიძლია მამაკაცს
უთხრათ რა სჭირს მას და რა პრობლემა. ადრე ვეუბნებოდ, ხო, არა გაქვს კარგი სპერმა, ამიტომ და რატომ არ მაქვს ვერ პასუხობდით, გამიგეთ? ეხლა ბევრი ინფორმაცია გვაქვს, საკმაოდ დიდი ცოდნა დაგროვდა, ამიტომ მამაკაცის კონსულტირებაც ისევე შესაძლებელია, როგორც ქალის, აი ნატო დამეთანხმება, ამიტომ რომ რეპროდუქტოლოგები რეალურად ხო ორივე ადამიანს, ანუ მამაკაცსაც და ქალსაც მკურნალობენ, ამიტომ ძალიან დიდი მასალა დაგვიგროვდა, რის გაანალიზებამაც მოგვცა შესაძლებლობა იმის თქმის, რომ თითქმის 50-50-ზე არის, აი როგორ ვამბობთ, იცით რომ 40% ქალის პრობლემები, 40 მამაკაცის და 20 ორივე პრობლემა, ორივეს პრობლემა როდესაც არის. კი ბატონო. მაშინ ეს თემა ბარემ გავაგრძელოთ. ესე იგი, თუ მამაკაცის კვლევის, ანუ მისი პრობლემის კვლევის შედეგად შეგვიძლია მივიღოთ პასუხი, აი რა შეიძლება იყოს პრობლემა, ეს ასე ვთქვათ, ამ პრობლემის მოგვარებას უფრო აადვილებს, ხო? ანუ ორივე ერთად რომ მოდიან თქვენთან, თქვენ შეგიძლიათ რომ უთხრათ პირდაპირ რა არის მიზეზი მათი უნაყოფობის. და მე ვიცი რომ თქვენ რეპროარტში ახლა ხანს გადახვედით, შეუერთდით ამ გუნდს და თქვენ გაქვთ 20 წლიანი გამოცდილება ამ სფეროში და თქვენც თუ შეამჩნიათ აი ეს ცვლილება, რაზეც ქალბატონმა ნატომ ისაუბრა, მამაკაცების, ასე ვთქვათ, გახსნილობის შესახებ, უფრო ღიაობის. Yaxsome, მადლობა დიდი და მიხარია რომ თქვენთან ვარ სტუდიაში. და იცით ვიტყოდი და ალბათ გავაქცელები ქალბატონ ლიკასაც, რომ აქამდე 10-15 წლის ჩვენ მამაკაცებზე და მამაკაცის როლს უშვილობის პრობლემაში ამდენად არ საუბრობდით ამაზე და ალბათ იმიტომ ზუსტად რომ მეტად ბევრად ნაკლები კვლევები იყო მაშინ. და ეხლა ჩვენ ხედავთ მაგას, რომ ფაქტიურად ერთნაირად აი მიზეზი უშვილობის და ძალიან მომწონს ის მიდგომა, როცა ჩვენ ვამბობთ უშვილობაზე წყვილში. და არა ცალკე ქალთან და ცალკე მამაკაცთან, იმიტომ რომ უშვილობა არის, როცა ყავს მამაკაცი და როცა ყავს ქალი და როცა არ დგება ურსულობა, აი მაშინ ვამბობთ აი ამ პრობლემაზე. და რაც დრო გადის, იცით, როცა დავიწყეთ დონაციაზე ფიქრი და ქალის დონაციის ბანკის შექმნა ბევრად უფრო იოლია ვიდრე მამაკაცის. იმდენად პრობლემა ეხლა მამაკაცებში, რომ ეს მსოფლიოში ეგრეა და ამაზე საუბარი ალბათ აქტუალურია. და რა პრობლემა არის ეს? ეს პრობლემაა, რომ ფაქტიურად ჩვენ როცა ვაკეთებდით იმის ბაზას სპერმის, ჩვენ 500 ახალგაზრდა პაციენტიდან დონორად ავიყვანეთ სულ 30. ეს მაგის მაჩვენებელია, რომ რაღაც ხდება ალბათ ის რაც არის ამდენი სტრესი, ცხოვრების წესები, ეს ყველაფერი მოქმედებს მამაკაცის ჯანმრთელობაზე. ანუ ქალები უფრო, ასე ვთქვათ, ჯანმრთელები არიან ამ კუთხით ვიდრე მამაკაცები? თუ რა ფაქტორებია, შეიძლება გენეტიკაც. ვიტყოდი, რომ ალბათ ერთნაირად არის ეს პრობლემა, უბრალოდ ახლა დავიწყეთ უფრო მეტად საუბარი მამაკაცზე და ეს მამაკაცის როლი მარტო უშვილობაზე კი არა, არამედ ორსულობის პროლონგირებაზე, აქაც ძალიან დიდია, როცა ჩვეული აბორტი აქვს ქალს, აი სულ ვამბობდით, რომ ეს ალბათ ქალის ჯანმრთელობა და ამაზე ვაკეთებდით დიდ აქცენტებს და დღესდღეობით არის ესეთი კვლევები, რომლებიც გვიჩვენებს, რომ მამაკაცის ჯანმრთელობიდან გამომდინარე და მამაკაცის გენეტიკურ მომენტებზე გამომდინარე, ბევრი ჩვეული აბორტი გვაქვს ჩვენ სრულიად ჯანმრთელ ქალებში. ეს გულისხმობთ მუცლის მოშლას არცად უწოდებენ, ხო? ესე იგი, არა თუ მარტო ჩასახვა არის მთავარია ამ ორსულობის შენარჩუნება და შემდეგ როგორი იქნება ნაყოფი, ხო? დიახ, და ჯანმრთელი ბავშვის დაბადება. და მაშინ ბარემ ის რეკომენდაციებიც რო გითხრათ, რას არის თვალისწინებენ მამაკაცები, რას არ აქცევენ ყურადღებას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ნაყოფის ჯანმრთელობისთვის. ნაყოფის ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი ძალიან პირველ რიგში ვიტყოდი ალბათ გენეტიკურ ფაქტორებს
მემკვიდრეობა, გენეტიკური ფაქტორი, ვიტყოდი ცხოვრების წესებს. ეს არის ყველაზე მთავარი და ის დატვირთვა, რაც დღესდღეობით აქვს მამაკაცს. ანუ ეს სტრესი, ეს ყოველდღიური რაღაც რუტინა გადატვირთული, მაგრამ ცხოვრების წესში ხო იგულისხმება თქვათ სასმელი, მოწევა, თუნდაც საშუალებები. ანუ ეს მაგალითად აქამდე იყო მიჩნეული, რომ თუ დედა მოიხმარს ამ ყველაფერს, ეს იქნება კატასტროფული მაჩვენებელი ნაყოფის ჯანმრთელობისთვის. მაგრამ მამა რომ მოიხმარს, თითქოს ამას არ აქცევდნენ ისეთ ყურადღებას, როგორც დედის შემთხვევაში. არა და თურმე ეს არის 50-50. და ამას უნდა მიექცეს ყურადღება. და ესე მაინტერესებდა ყოველთვის ეს თემა, ჩვენ როცა საუბრობდით ჩაწერამდე, როცა გავისაუბრეთ, ზუსტად თქვენ ახსენეთ, რომ ესე იგი ქალის ორგანიზმი გამოყოფს თვეში მხოლოდ ერთ მომწიფებულ კვერცხუჯრედს. მაშინ, როდესაც მამაკაცის ორგანიზმი გამოყოფს მილიარდობით სპერმატოზოიდს, ერთ თვეზე თუ ვილაპარაკებთ. და რა ხდება, რა განსაზღვროს იმას, რომ ამ რაღაც მილიონობით და მილიარდობით სპერმატოზოიდიდან მხოლოდ ის ერთი გაანაყოფიერებს იმ კვერცხუჯრედს, რა ქმნის იმ ერთს ერთად და რა ემართება დანარჩენ სპერმატოზოიდებს. Ჩვენ კაი შეკითხვაა სალამე და ვიტყოდი რომ ქალი არის რაღაც ფენომენი, ალბათ დღემდე კაცობრიობამ არ იცის, ბოლომდე ის ცვლილებები რაც ხდება ქალის ორგანიზმში. იმიტომ რომ არის ესეთი დიაგნოზი, უნაყოფობა, გაურკვეველი მიზნით, როცა ქალს და მამაკაცსაც ყველაფერი კარგად აქვს, მაგრამ ორსულობა არ დგება. ეთყობა არის კიდე რაღაც ცვლილებები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით ჯერჯერობით. მაგრამ ეს ფენომენი ქალის არის რაღაც განსაკუთრებული, აი რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ანუ თვეში ერთხელ შეიძლება ორიც მომწიფდეს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად, როცა ჯგუფებზე ვსაუბრობთ, თვეში ერთი კვერცხუჯრედი უნდა მომწიფდეს და იმისთვის რომ განაყოფიერება მოხდეს, ფაქტიურად ერთ კვერცხუჯრედს ჭირდება ერთი სპერმატოზოიდი. მაგრამ იმისთვის რომ ერთმა სპერმატოზოიდმა მიაღწიოს ამ ერთ ყველაზე დიდ უჯრედს ორგანიზმში, ფაქტიურად გჭირდება 15 მილიონი სპერმატოზოიდი 1 მილilitrში, ანუ მთლიანობაში 30-40 მილიონი. აი მილilitrებში კი არა, თვითონ ეიაკულაციაში. ხო და რატოა ეს საჭირო? იმიტომ რომ იმისთვის რომ ამ ერთმა სპერმატოზოიდიდან თუნდაც ამ 30 მილიონიდან რო ვისაუბროთ, მიაღწიოს აი ჩვენ ერთ დედოფალს, აი ძალიან რთული გზა უნდა გამოიაროს. აი რა გზა უნდა გამოიაროს? ანუ არის რაღაც ბუნებრივი ბარიერები და ეს ბუნებრივი ბარიერი პირველი ეს არის ალბათ საშოს მჟავიანობა, მაღალი, სადაც სუსტი სპერმატოზოიდი ვერ აღწევს იმ მიზანს, ვისთვისაც ცდილობს. და რაღაც პროცენტი სპერმატოზოიდების უკვე საშოში გვხვდება ფაქტიურად. მე არის შემდეგი ბარიერი, ანუ სუსტი სპერმატოზოიდი რჩება, გვხვდება, ვერ აღწევს მიზანს. ცოტა უფრო უკეთესი სპერმატოზოიდები რაღაც მიდიან წინ. და ხდება მეორე ბარიერი. მეორე ბარიერია, ანუ საშვილოსნოს ყელი. და ეს არის ის ბარიერი, სადაც ხდება აი სელექცია, კარგი და ცუდი ხარისხის სპერმატოზოიდების. აქაც რაღაც რაოდენობა სპერმატოზოიდების ხდება და საცხად 15 მილიონი სპერმატოზოიდი მიქრის წინ. და შემდეგი ბარიერებია ეს უკვე საშვილოსნო და მილი. და იმისთვის, რომ განაყოფიერება მოხდეს ერთ კვერცხუჯრედს, ჭირდება 50,000 კარგი ხარისხის სპერმატოზოიდი. და თქვენ ალბათ იტყვით, რატო რისთვის? ძალიან საინტერესო. და იქ კიდე უფრო საინტერესო რაღაცები ხდება ქალის ორგანიზმში.
ანუ ეს კვერცხუჯრედს ისეთი გარსი აქვს, აი საკმაოდ ესეთი სქელი გარსი და ეს გარსი რო გაიხსნას და რო შევიდეს სპერმატოზოიდი, აი ჭირდება ესეთი ფერმენტი, ანუ ესეთი ნივთიერება არის, გამოყოფს ესეთ ნივთიერებებს. ამის რაოდენობა უნდა იყოს გაკუთვნილი და ეს ფერმენტი უნდა გამოყოს 50 სპერმატოზოიდმა. ყველა ეს 50 ამაში მონაწილეობს იმისთვის, რომ ერთი ყველაზე ბეჭითი, ყველაზე ძლიერი სპერმატოზოიდა შევიდეს ამ გარში. ამასობაში ამ კვერცხუჯრედის გარსი იხსნება. ეს ყველაზე ძლიერი სპერმატოზოიდი შედის და მერე რა ხდება? აი კიდე ის ფენომენი ქალის, აი ამ მომენტშიც და კვერცხუჯრედს აქვს თავისი მექანიზმები, რომლის მიხედვით როგორც კი ეს ერთი სპერმატოზოიდი შევა, ეგრევე იხურება ეს გარსი. ანუ სხვებს აღარ უშვებს? სხვებს ვეღარ უშვებს. და აი ზუსტად ამისთვის ჭირდება ამდენი სპერმატოზოიდი ბუნებრივ პირობებში. და არაბუნებრივ პირობებშიც, როცა ჩვენ განაყოფიერებას ვაკეთებდა ქალბატონი ლიკა ალბათ იტყო და იტყვის აი ამ განაყოფიერების თავისებურებას, თუ რა გვჭირდება in vitro-ს, ანუ ლაბორატორიის პირობებში ფაქტიურად იგივე მექანიზმი ყვებით. ხო, ანუ ეს ბუნებრივად რაც ხდება, ბუნებამ როგორც დააწესა, ასე რომ ვთქვათ, იგივეს აკოპირებს in vitro, იგივეს იმეორებს. იგივეს ანუ ამ იმეორებს. 15 მილიონი სპერმატოზოიდით იწყება ეს ყველაფერი, მერე ჩვენ რომ ვამუშავებთ. ვიწროვდება. მერე ამას ვამუშავებთ, იმ გზას რაც გადის, რასაც ორგანიზმში გადის, ამას ჩვენ ლაბორატორიულად ვაკეთებთ, ხო? ვამუშავებთ და საბოლოო ჯამში განაყოფიერების ინსემინაცია ქვია. განაყოფიერება კიდევ უფრო რთული პროცესია, ამას მერე ვიტყვი. ინსემინაციის ორი მეთოდი გვაქვს. ერთი არის, რომ თვითონ ჭურჭელში, თითოეულ კვერცხუჯრედს რაღაცა გარკვეულ, აი 50,000 სპერმატოზოიდს ვამატებთ. და არის მეორე მეთოდი, სადაც ერთი სპერმატოზოიდი შეყვავს პირდაპირ კვერცხუჯრედში და ამას ქვია ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია. აი ეს ბარიერები, რაც ქალბატონ ანატომ თქვა, ჩვენ ამას ვაკეთებთ ლაბორატორიაში. ცენტრიფუგირებით, იგივე გრადიენტი არის ესეთი, გარკვეული ნივთიერებებია, რომელშიც უნდა გაიაროს და გადის უფრო კარგი სპერმატოზოიდები, ჯამრთელი სპერმატოზოიდები, მათ თითოეულ სპერმატოზოიდს თავისი წონა აქვს და აი ამ წონის მიხედვით ხდება სწორედ მათი დაყოფა. არის სხვადასხვა მეთოდები არის დამუშავება, რომელიც აი ზუსტად იგივეს იმეორებს, რაც ორგანიზმში ხდება. და საბოლოო რეზულტატი ის არის, რომ 50,000-ის საუკეთესო, რამდენადაც შესაძლებელია რომ სელექცია გავაკეთოთ, ემატება კვერცხუჯრედს. მაგრამ მარტო ეს არ არის, რომ შევიდა სპერმატოზოიდი, ჩვენც მექანიკურად შეყვავს სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედში, ხო? იქ მერე უკვე ცალკე სხვა პროცესები ირთვება. განაყოფიერებას რატომ არ ვეძახით, რომ აქ კვერცხუჯრედის ციტოპლაზმა ახდენს გავლენას იმაზე, რომ სპერმის გარსი გაიხსნას და შიგ თავში მთელი ეს გენეტიკური მასალა ჩაიღვაროს უკვე კვერცხუჯრედში და აი ამის მერე იწყება უკვე შემდეგი პროცესები, როდესაც ხდება უკვე განაყოფიერება და მერე უკვე ორი ბირთვის ჩამოყალიბება. რომელიც გვეუბნება, რომ მოხდა სწორად განაყოფიერება. ანუ მანდ თქვენ აღარ ერევით. არა, ეს უკვე ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შევახვედროთ კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ერთმანეთს და დანარჩენს თვითონ აკეთებთ. ანუ ესე იგი თქვენ თუ ყველაფერს იგივეს იმეორებთ, რაც ბუნებაში ხდება, რას აკეთებთ იმას, რაც ბუნებას არ გამოუვიდა? თავისით. გეტყვით, აი ეს ბარიერები, რომელიც ჩვენ ხელოვნურად გადავლახეთ, შეიძლება სპერმატოზოიდმა ორგანიზმში ვერ გადალახოს. სხვადასხვა მიზეზების გამო. მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ ეს უვარგისი სპერმატოზოიდია და თქვენ უვარგის სეხმარებით ამ გადალახვაში. არა, ეს ხო იმიტომ არ მოხდა მხოლოდ რომ სპერმას ჰქონდა პრობლემა, იმიტომ რომ გზაც დაკეტილი ჰქონდა, ბარიერები ჰქონდა ისეთი, აი მაგალითად მილები არ აქვს ქალს. ამ შემთხვევაში ვერ მოხდება სპერმატოზოიდი, კვერცხუჯრედს ვერ შეხვდება ვერასოდეს. ამიტომ ჩვენ ეს უნდა შევახედოთ. ბევრი სხვა ესეთი მიზეზია, რომლის გამოც საჭირო გახდა აი ამ არაჩვეულებრივი მეთოდის გამოყენება. გამოგონება. თქვენ რამდენი წელია რაც ამას აკეთებთ? მე 30 წელზე მეტი. 30? რომელ წელს დაიწყეთ? 90
14-ში უკვე ამერიკაში ვიყავი და მანამდე თბილისში ოღონდ სხვა მეთოდებს ვიყენებდით, ისიც ჩვენი ინოვაცია იყო, მე და ბატონი ზურაბ საბახტარაშვილი ვაკეთებდით ამას. და ამერიკაში რა იყო ისეთი, რამაც თქვენ გაგაოცათ და რაც ჩამოიტანეთ საქართველოში? ყველაფერი გასაოცარი. ჩემი პირველი შესვლა ლაბორატორიაში, სადაც სუზელანდენდორფი იყო ეგეთი, რომელსაც ეძახდნენ X-ის დედა, ანუ ინტერციტოპლაზმური სპერმის ინექციის დედა, რატო იყო ესე, რომ ეს იყო სიუზენის სადისერტაციო თემა, ბევრი ის ნიუანსები, რამაც განაპირობა, რომ ჩვენ შეგვიძლია დღეს X-ი გავაკეთოთ, არის სიუზენის დამსახურება. მართალია პირველი განაყოფიერება ჟან პიერო პალერმოს ერგო სრულიად შემთხვევით გააკეთა ოღონდ ეს ბელგიაში, იტალიელი ეხა ქიმია უკვე მაშინ ემბრიოლოგი იყო ჟან პიერო პალერმო და მან გააკეთა ეს შემთხვევით მოხდა რომ განაყოფიერება მიიღო სიუზენს არ გამოუვიდა ადამიანის კვერცხუჯრედზე კიდე აღარ ჩაუვარდა დისერტაცია მაგრამ იმდენად დიდი მეცნიერია და იმდენად ბევრი წინაპირობა რამაც განაპირობა შემდეგ ამ მეთოდის წარმატება არის სიუზენზე და მის ლაბორატორიაში აღმოჩნდი მე ბატონ არსილ ხომასულიძის ძალიან დიდი დამსახურება ის რომ მე მოვხვდი ასეთ არაჩვეულებრივ ინსტიტუტში და სულ პატარა რამეს მოგიამბობთ ჩვენის პერიოდია აქ რეცხავთ სათითაო პიპეტს არა გვაქვს არანაირი შესაძლებლობა რომ თუ არა პირით ამოვიღოთ ხსნარი იმითი რა ქვია რაიმე ხელსაწყოთი კი ხო ნუ მე ცოტა მოემატა იქ რაღაცები ვიშოვეთ ნუ ძალიან რთული მდგომარეობა იყო თითოეული პიპეტი ირეცხებოდა საპნიან წყალში მე ეს იყო უამრავი საათი გავლება ამ პიპეტის მე ამ პიპეტს სათითაოდ ვახვევდით მე ამას ვასტერილებდით და მე ამას ვიყენებდით მრავალჯერადად ოღონდ ეს ინვიტრო განაყოფიერებაზე კი არ ლაპარაკი ამის და საერთოდ ესე ვმუშაობდით შევედი ლაბორატორიაში პირველი დღეა და ვხედავ რომ ახალგაზრდა გოგო იღებს სტერილურ წყალს, სტერილური ჭურჭლიდან სტერილური პიპეტით ასხავს სტერილურ სინჯარაში ამ პიპეტს ხსნის და აგდებს ნაგვის ყუთში. თქვენ რომ მილიონჯერ იყენებდით. მე კინაღამ გავყრეს და ეხა ეს გამაგზავნია თბილისში. მაგრამ იზით რა, ისეთი უცნაური რამე მოხდა, რომ მე დავბრუნდი 2000 წელს. მაშინ ძალიან ძიმე სიტუაცია გქონდა საქართველოში, მაგრამ მე უცბად ისე სწრაფად განვითარდა ჩვენთანაც ყველაფერი, რომ ნუ აი ძალიან სწრაფად მე უკვე დავეწიეთ საკმაოდ წარმატებულად სხვა ქვეყნებს. და თქვენი კლინიკა რამდენი ხანია რაც არსებობს? ჩემი კლინიკა 12 წელია. არა, უკვე მეტი. 2012-ში გაიხსნა, 14 გამოდის. 14 წელი. და რამდენი ადამიანი გააბედნიერეთ? აი, მოდი მაშინ იმ თემას განვაგრძობ. ესე იგი, ემბრიონი რა განსაზღვრავს ემბრიონის ხარისხს, სწორია ესე რომ თქვა? ანუ ხარისხიანი ემბრიონი როგორია და რაზეა დამოკიდებული? მოდით პირველი ესე დავიწყებ, რომ როგორ შეგვიძლია რომ ჩვენ აღწეროთ ემბრიონი, ხო? ნუ ბევრი სხვადასხვა გზა არსებობს, ნუ ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდა გენეტიკისა ეს არის მიკროსკოპი. მიკროსკოპის ქვეშ ჩვენ ვხედავთ როგორ გამოიყურება ემბრიონი და კრიტერიუმები ვიცით, რა კრიტერიუმებით უნდა განსაზღვროთ, რომ ემბრიონი კარგია. ჯერ ერთი გზა როგორ მიდის განვითარება ამ ერთი უჯრედი და როგორ მოხდა დაყოფა. ჩვენ ადრე გვეგონა რომ თუ თავიდან იყოფა ორ უჯრედად. თუ ერთი უჯრედი გააჩერებდა განვითარებას და მხოლოდ ერთი უჯრედიდან განვითარდებოდა ემბრიონი, გვეგონა რომ ეს ემბრიონი არ ვარგა. აღმოჩნდა რომ არაჩვეულებრივი ემბრიონი შეიძლება განვითარდეს იმ ერთი უჯრედიდანაც. ანუ ბევრ რამეს ვსწავლობთ გზა და გზა. ხო, რა თქმა და როდესაც დაემატა რეპროდუქციული გენეტიკა უკვე, ანუ რას ნიშნავს ეს, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ემბრიონის ქრომოსომული მდგომარეობა განსაზღვროთ. ანუ რა რაოდენობის სწორი რაოდენობა აქვს თუ არა ქრომოსომას ეს განსაზღვროთ. ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ დაახლოებით 70% ემბრიონებისა ჩათვალეთ რომ არის არასწორი ქრომოსომული რაოდენობის მატარებელი და ძალიან ხშირია ბუნებრივად. აი რამდენი აბორტი ხდება ახალგაზრდა პატარა ასაკზე ორსულობის. რამდენი ჩვენ არც კი ვიცით რომ ორსულობა იყო და ხდება არ მიმაგრდა ან მოშლა მოხდა ძალიან პატარა ვადაზე და ვერც გავიგეთ, ხო? ეს მე გააკეთეს დიდი კვლევა და აბორტუსის მასალებზე გაკეთებული კვლევებიდან არის ეს მე გამოქვეყნებული რეზულტატები. ინვიტროს შემთხვევაში აბორტები არ ხდება უნებრივად. როგორ არ ხდება? ანუ ისეთი რაოდენობა
ხდება, რა თქმა უნდა ხდება. უბრალოდ ჩვენ ხო თავიდანვე ვაკონტროლებთ ამ ორსულობას და ამიტომ ბევრად უფრო იოლია ამ ორსულობის და პატარა ვადიდან სწორად მართვა, ვიდრე როდესაც უკვე რამოდენიმე გინაცკვირის ან თვის პაციენტი მოდის ჩვენთან და ზოგიერთი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არის, იმიტომ რომ არ არის კარგ მეთვალყურეობის ქვეშ ესე თუ ის ორსული. და ესე იგი ემბრიონზე, ჩვენ რო ვისაუბრეთ აქამდე ხარისხზე, ემბრიონის ხარისხზე, გენეტიკური ფაქტორები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. დედა რა ცხოვრებით ცხოვრობს, მამა რა ცხოვრებით ცხოვრობს, კიდევ რა არის ის რაც გარემოსაც აქვს დიდი მნიშვნელობა. გარემო ფაქტორები. მამის მშობლების პროფესიასაც აქვს მნიშვნელობა. თუ ტოქსიკურ გარემოში უწევთ მუშაობა, ესეც სახიფათო არის. მე ამას გავაგრძელებდი როგორც რეპროდუქტოლოგის თვალსაზრისით, ხა ძალიან კარგად ისაუბრა ქალბატონ ალიკამ, როგორც ემბრიოლოგმა. მე ვიტყოდი იმას, რომ ჩვენი შედეგი, როცა მოდის პაციენტი და რომ უნდა უთხრა თუ რა პროგნოზი აქვს, ყოველთვის პაციენტს ვეუბნები. ჩვენი შედეგი ამ ინვიტრო კლინიკების და საერთოდ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის პირველ რიგში დამოკიდებული ემბრიონის ხარისხზე. ბევრ ამაზე არის, ძალიან ბევრი ფაქტორი გვაქვს, ყველა ჩვენს ნაბიჯს, ყველა ჩვენ ემბრიოლოგს ვეძახი, რაღაც ჩემთვის ემბრიოლოგები არიან, რაღაც სულ სხვა კასტა არის ადამიანების, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამეა ემბრიოლოგზე დამოკიდებული, როცა ვფიქრობთ, ვის აქვს უფრო მეტი ღვაწლი ამაში ემბრიოლოგს თუ ექიმს, ვიტყოდი, რომ შედეგები არის დამოკიდებული კარგ ემბრიოლოგიაზე, მაგრამ თუ ჩვენ ხარისხი ემბრიონის ცუდი გვაქვს, ჩვენ ვერაფერს ვერ ვხდებით. ძალიან მინდა ზოგჯერ პაციენტსაც ესე ვეუბნები, ძალიან მინდა ვიყო ჯადოქარი და გავაკეთო ერთი მოქნევით და შედეგი მოგცეთ, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვღებულობთ ამ შედეგს და იცით რატო? ეს ხარისხი ემბრიონის პირველ რიგში არის დამოკიდებული და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ასაკი. და არის ესეთი რა განაპირობებს ამ ხარისხს, ეს არის პირველ რიგში კვერცხუჯრედის ხარისხი და სპერმატოზოიდის ხარისხი. აქაც მეტი ალბათ დომინანტა, როგორც ყველაფერში არის ქალის მომენტი, როგორც ყველაფერში ქალის ასაკი და უკვე ქალმა რომ შემოახო კარი და მითხრა რომ უნაყოფობა მაქვს და გავიგე მაგის ასაკი, მე ალბათობით ესე 80%-ით ვეტყვი მაგას პროგნოზს. უკვე ამ ასაკიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს ფაქტორია, რასაც ვერ ვებრძვით ვერანაირად, ჩვენ ვირჩევთ. და ეს ხარისხი პირველ რიგში არის ქალის და მერე მამაკაცის ასაკზე დამოკიდებული. ამ შემთხვევაში რა ხდება, როდესაც ოჯახი იქმნება, რამდენი ხანი არის დრო, რომ დააკვირდეს წყვილი, ასაკის მიუხედავად, ბუნებრივად მოხდება თუ არა, ჩასახვა და რა დროის მერე უნდა დაფიქრდე, თქვათ, ინვიტროს დახმარებაზე. იცით, აქაც დაუბრუნდებოდი ასაკს. ჩვენ გვაქვს ესეთი გრადაციები ასაკი ქალის 35 წლის ასაკამდე. მერე გვაქვს სტატისტიკასაც ყველგან მთელ მსოფლიოში იცვლიან ესე 35 წლის ასაკამდე, 35-40. ანუ 35 წლის ასაკამდე ყველაზე საუკეთესო შედეგები გვაქვს ინვიტროშიც. და ჩვეულებრივად კაი ესე აპირირება შეგვიძლია ვთქვათ, რომ 35 წლის ასაკამდე 42-44% ალბათობა აქვს პაციენტს, რომ დადგეს, გააჩნია ხა იქ კიდე სხვა ფაქტორებს, მაგრამ საშუალო რო ავიღოთ ხო შედეგები. და 35 წლის ასაკამდე ქალმა უნდა გააჩინოს შვილი. იცით რატო? იმიტომ რომ მერე უკვე იწყება ის ფაქტორი, რასაც ვერ ვებძვის, ეს არის ქრომოსომული ფაქტორი, რაც ასაკთან არის კორელაციაში პირდაპირ. 35 წლის ასაკამდე, აი რაც გაბატონმა ალიკამ თქვა,
ფაქტიურად ანეუპლოიდის, ანუ ამ ქრომოსომული ცვლილებების ალბათობა არის 30%. ანუ თუნდაც დონორში, აი დონორებთაც ეს არის ჯამთელი ახალგაზრდა ქალები, იქაც გვაქვს მაგის ალბათობა, თქვენ რაც იკითხეთ ახლა ინვიტროში ხდება თუ არა თვითნებური აბორტი ორსულობისაც ხდება ახალგაზრდებშიც, იმიტომ რომ ეს 30%-ია, რაც ალბათ ბუნებამ იმისთვის მოიგონა, რომ რაღაც სელექცია ხდებოდეს ორგანიზმში. 35 წლის ასაკიდან 40-ის ჩათვლით, აქ ალბათობა არის ალბათ აი ამ ცვლილებების საცხა 50-60%. უფრო იმედებს რა თქმა უნდა. ამიტომ როცა ვამბობთ, რომ 38 ძალიან ხშირად ყოფილა, რომ მოვა 40 წლის შემდეგ მოდის პაციენტი, ნორმალური გორმონები აქვს, მარაგის კვერცხუჯრედების კარგი აქვს და მეუბნება, რატომ მე ახალგაზრდა ვარ, არანაირი ცვლილებები არ მაქვს და ზოგჯერ მიჭირს ამაზე ლაპარაკი პაციენტთან. არა და მაგის შედეგი შესაბამება მაგის პაციენტის ასაკს და ამიტომ როცა ვამბობთ ხარისხზე, ალბათ ძალიან დიდ აქცენტს როგორც ყველა არის. თქვენი რეკომენდაცია კვერცხუჯრედების გაყინვა. 35 წლიდან უკვე მაგაზე რომ იფიქროს ქალმა. ქალმა უნდა საუკეთესო შედეგებია, როცა აი ამ 33, 34, 35, იმიტომ რომ რაც ახლა გითხარით, ეს გენეტიკური ცვლილებები ყველაზე ნაკლები არის 35 წლის ასაკამდე, მაგრამ რთულია თან ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე, თუ ხელი არ არის გათხოვილი, რომ ეს გააკეთოს და არა და მთელ მსოფლიოში უკვე მიდიან იმისკენ, რომ 35 წლის ასაკამდე, იმიტომ რომ მერე შედეგი მაგას ბევრად უკეთესად აქვს, ვიდრე 38 ან 40 წლის პაციენტს. და 38 წლის ასაკში, რა თქმა უნდა, პაციენტმა უნდა იფიქროს გაყინვაზე. და აი ეს კითხვა მაინტერესებდა, როდესაც მაგალითად ეხა 35 წელს გადაცილებული ქალი ქმნის ოჯახს, ეგრევე ინვიტროზე ხო არის, ფიქრებს ჯერ ბუნებრივად ეცდება, ხო, დაორსულებას და რა პერიოდის მერე უნდა დაფიქრდეს, აი თუ არ დგება ორსულობა, რა პერიოდის მერე უნდა დაფიქრდეს ინვიტრო და ხო ეს დავიწყე და მე რაღაც ცოტა იმ სხვაგან წავედი, მაგრამ 35 წლის ასაკამდე თუ 1 წლის განმავლობაში არ დგება ორსულობა, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რეგულარული სქესობრივი კავშირი აქვს, არა ქალს ზოგჯერ პაციენტი მეუბნება, ჩემი ქმარი მიდის, მევლინები და 5 თვე არ არის სახლში. მაშინ უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა, მაშინ უშვილობა, დიაგნოზი, უნაყოფობა. და უნაყოფობის დიაგნოზს ჩვენ 35 წლის ასაკამდე ვსვამთ მაშინ, როცა 1 წლის მანძილზე არ დგება ორსულობა. 35 წლამდე. 35 წლამდე. 35 წლის მერე უკვე 6 თვის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავსვათ ეს დიაგნოზი და ეს ახლა ბოლო მონაცემებით ესე ვაკეთებთ, თორე აქამდე მიუხედავად ასაკისა 1 წელი უნდა გადაეცადა პაციენტს. ახლა ბოლო 15 წლის მონაცემებით 35 პლუს უკვე ნახევარ 6 თვის მერე ვსვამთ ამ დიაგნოზს. და ეს რატოა მნიშვნელოვანი? ეს არის ბარიერი, როცა ვიწყებთ პაციენტის კვლევას. თუ პაციენტი მოვიდა და მითხრა, რომ იცით, მე მაინტერესებს 3 თვე არ დგება ორსულობა, ახალგაზრდა პაციენტი, ზოგჯერ მოდიან პაციენტები და გამიკეთეთ ყველანაირი კვლევა. მე არ მაქვს უფლება პაციენტს გავუკეთე ინვაზიური კვლევა, თუ არა აქვს ეს დიაგნოზი. რა დიაგნოზი უნდა იყოს? უნაყოფობა. და ამ დიაგნოზს რის მიხედვით ისმება ეს დიაგნოზი? თუ 1 წლის განმავლობაში მანძილზე 35 წლამდე და 35 პლუს 6 თვის მანძილზე არ დგება ორსულობა, მაშინ მე მაქვს უფლება რომ დავსვა ეს დიაგნოზი. და აი ამ ფერტილობაზე მინდა და მეკითხა, ეხლა თქვენ ამდენი წლის გამოცდილება გაქვთ და ალბათ თქვენს თვალწინ იცვლება სურათი, ხო? რა ასაკიდან იწყებს ქალი ფიქრს, რომ გააჩინა შვილი, აქამდე როგორ იყო და დღეს ფაქტია, რომ ქალები აღარ ჩქარობენ და შეიძლება ითქვას, რომ ფერტილობის კრიზისიც არის მთელ მსოფლიოში.
და თქვენი აზრით არის თუ არა ეს რაიმე კორელაციაში, რაიმე კავშირში იმასთან, რომ ქალი დღეს გახდა ძალიან ძლიერი და მოუკიდებელი, წარმატებული და აი ამან რა გავლენა იქონია ფერტილობაზე? ალბათ ვიტყოდი, რომ პირდაპირ კორელაციას მაგაში, რომ წარმატებულია ქალი და იმიტომ უნაყოფობა ექნება, ალბათ ესეთ კორელაციას არ ვიტყოდი. ერთადერთი გავაკეთებდი აქ იმის კორელაციას, რომ პირველი ეს სტრესი, დაღლილობა, რეჟიმი, კვება, ის ყველაფერი, როცა ქალი ძალიან დატვირთულია და ამას ვერ ინარჩუნებს ისე როგორც უნდა იყოს, ამასთან გავაკეთებდი კორელაციას. და აქაც გავაკეთებდი ალბათ ასაკთან ამ კორელაციას, იმიტომ რომ იმისთვის რომ ისწავლოს, მერე კარგი კარიერა გააკეთოს, მერე იმუშაოს, ეს მინიმუმ 35 წლის ასაკამდე აღწევს ამას ქალი. და მერე ეხლა ვხედავ რომ ჩვენთანაც ეს დიდ მეგაპოლისშია და ჩვენთანაც ვხედავ უკვე საქართველოში რომ ფაქტიურად 38 საშუალო ასაკი რეპროდუქტოლოგის პაციენტის არის 38 წელი. და საკმაოდ გვიან იწყებენ აი ეს წარმატებული ქალები საკმაოდ გვიან მოდიან ჩვენთან იმისთვის რომ იფიქრონ დედობაზე. და ეს ზოგჯერ ცოტა გვიან არის. ისე ორივეს მინდა გკითხოთ, აი პროფესიის მიღმა თქვენი აზრი მაინტერესებს, რა უფრო ძნელია? ჯერ კარიერა ააგოს ქალმა და მერე გადაწყვიტოს ბავშვის გაჩენა თუ ჯერ ბავშვი გააჩინა და მერე იფიქრო კარიერაზე? აი რა უფრო ესეთი გზა არის? იმიტომ რომ მე ვიცი რა თქვენი გამოცდილება სხვადასხვა გზის მქონე ხალხი ვართ ახლა. ხო და მოდი მოგვიყევით თქვენ გზაზე. ერთ რამეს ვიტყვი ჯერ, დავამატებ ემბრიონის ხარისხს შეეხება, იმიტომ რომ ნატო ახლა ემბრიოლოგებზე საუბრობ და ემბრიოლოგების ჩვენი წვლილზე და ჩვენი ხო ეს რაღაცა ნუ ჯადოქრობამდე აიყვანა, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ ექიმებზე ძალიან დიდი რამე არის დამოკიდებული. ძალიან მნიშვნელოვანია როგორ უდგება ექიმი თავის პაციენტს, როგორ მკურნალობს. მკურნალობა ბევრნაირი არის ჩვენ სფეროში, ანუ ბევრი სხვადასხვა წამალი არის, ბევრი სხვადასხვა რაოდენობის წამალი შეიძლება მისცე პაციენტს და ასე შემდეგ. მიდგომები არის განსხვავებული და სულ ამას ვამბობთ ხოლმე ემბრიოლოგები, რომ რაც მოგცეს მასალა, ის გავაკეთეთ. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ექიმის როლი. ეს არ არის მარტო ეს მექანიკურად წამალი მიეცი და მე ჩვენ აქ ჯადოქრობას მოვახდენთ, ვერ მოვახდენთ. აუცილებელია, რომ ეს იყოს ტანდემი ექიმსა და მთელი ჯგუფური მუშაობა, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის რომ ჩვენს შედეგებს ვაანალიზებთ, თითოეულ ექიმთან გვაქვს სათითაოდ საუბარი და ვიცით თითოეულ ექიმთან რა ხდება და კარგი ის არის რომ ექიმებიც ერთმანეთში ძალიან კარგი გუნდი არის შეკრებილი და ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია რა ხარისხის კვერცხუჯრედებს მოგცემენ ექიმები იმის მიხედვით ჩვენ სამუშაოს ხო ორივე ამიტომ გიწევთ ორივე იმიტომ რომ ორივე აზრი მაინტერესებს ახლა რა შეხება იმ კითხვას დავუბრუნდეთ იცით რა არის მე მგონია რომ ადამიანი თავის ცხოვრების გზას კი ირჩევს მაგრამ ხშირად ხდება რომ აი ესე გამოდის რაღაცნაირად ესე ხდება და თუ აი ამ ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანი მოახერხებს რომ თუ მისი სურვილია რა თქმა უნდა არიან ადამიანები მე ყავს ახლობლები რომელსაც შვილის გაჩენა საერთოდ არ უნდათ აქვთ არაჩვეულებრივი კარიერა უყვართ ერთმანეთი ეხლა ამ შემთხვევაში წყვილზე ვლაპარაკობ და კარგად გრძნობდნენ თავს და არ უნდათ შვილი მაგრამ არ არსებობს რაღაცა არანაირი მე მგონია თარგი იმისი თუ როგორ უნდა იყოს ცხოვრება ხო თუ წარმატებულად მედი შენი ცხოვრება და თან შვილიც გინდა და ის შვილიც ყავს ალბათ მოახერხებ, რომ ორივე ერთმანეთს შეუთავს, რა ვიცი, მე გამომივიდა. თან თქვენ გამოგივიდათ, რამდენი წლის იყავით? 40 წლის. 40 წლის ბუნებრივად მოხდა ეს. მანამდე არ გიფიქრიათ? არა. და ესე მოხდა, როგორც თქვენ ამბობთ თქვენ ცხოვრებაში, თუ ესე იყო დაგეგმილი თქვენ? არა, ესე აეწყო, ასე ვთქვათ. ესე აეწყო, ხო. ხო, იმიტომ რომ ხო იმ პერიოდში ამერიკაში ცხოვრობდი.
ჩემი შვილი იქ არის დაბადებული, მე ჩამოვედით უკან საქართველოში და აქ დავიწყე მე ინვიტრო განაყოფიერების კლინიკებში მუშაობა და ფიქრობ, რომ ძალიან კარგი იყო რომ დავბრუნდი საქართველოში. ჩემი შვილიც აქ გაიზარდა და ფიქრობ, რომ რაც იქ ვისწავლე, რეალურად იდეა ასეთი იყო, როდესაც არჩილ ხომასურიძემ ეს გააკეთა, რომ წავედი ამერიკაში, რომ აქ დავბრუნებულიყავი და აქ გამომეყენებია მე ის გამოცდილება და ძალიან გამიმართლა, როგორც გითხარით, ახლა სუზელანდ ზედორფის ლაბორატორიაში მუშაობა ეს იყო ფანტასტიკური, იქვე იყვნენ ჰოვარდ და ჯორჯიანა ჯონსი, რომელთა სახლშიც გქონდა ხოლმე journal club-ებს ვეძახდით, ესე მივდიოდით და მოხსენებებს ვაკეთებდით ახალ გამოქვეყნებული სტატიების და ეს ჰოვარდ და ჯორჯიანა ჯონსი ესენი არიან ლეგენდები, ამერიკაში პირველი ინვიტრო განაყოფიერების ბავშვი მათი და ხო ლუსინდა ვიკი იყო ემბრიოლოგი, ასევე მასთან ერთადაც მუშაობდი, ძალიან დიდ ფიგურებთან ერთად მომიწია მუშაობა. ეს იყო სანამ თქვენ დედა გახდებოდით. ეს იყო სანამ მე დედა გავხდებოდი, მაგრამ და მე 40 წლის ასაკში კარიერაში ხელი არ შეგეშალათ? არა, მე უკვე საქართველოს კარიერა უკვე შულთან ერთად აწყოთ. რომ შეიძლება ყველაფრის მოხერხება მოსწრება. და მე პირიქით მე დედა გავხდი 20 წლის ასაკში, იმიტომ რომ უკვე 10 წლიდან შეყვარებული ვიყავი და 10-დან და ვიყავი და დამასობაში უსაზღვროთ მინდოდა ექიმობა და ყველა მეუბნებოდა უკვე გათხოვილი ხარშვილი ყავს და გამორიცხულიაო, მაგრამ რატომღაც მოვახერხე, ალბათ სულ მექნება მაგის კომპლექსი, რომ იმდენ დროს ვერ ვართმევდი ბავშვს და ვერ ვიყავი ბავშვთან როგორც მინდოდა, მაგრამ ამასობაში მეც ვიზრდებოდი და ჩემი შვილიც და თქვენ ისე ორი შვილი ყავს. ორი შვილი. დიახ და ამიტომ ალბათ ეს ძალიან პირადულია და საბოლოო ერთ პასუხს ამ კითხვაზე ვერავინ ვერ გასცემს, ყველას აქვს თავისი გზა, თავისი ცხოვრება და ის ეწყობა მაგას, როგორც თვითონ უნდა. თავარია ჩვენ რა გვინდა. თუ გვინდა ჩვენ ამას ვაკეთებთ და ამიტომ რაღაც ესეთი ყველასთვის ერთნაირად რეცეპტს ჩვენ ვერ გამოვწერთ. ამაზე ალბათ ყოველს თავის ცხოვრება. ეს როცა პარალელურად ხდება, ამას საუკეთესო. მაგრამ დღევანდელი ტექნოლოგიები ჩვენ გვაძლევს ამის უფლებას და ხა მე და ქალბატონი ლიკა როდა დავგეგმეთ ეს ჩვენი მშობლობა, მაშინ არ იყო ეს პირობები და დღესდღეობით ახალგაზრდებისთვის არის ეს ჩვენი ტექნოლოგიები აძლევს პაციენტს იმის უფლებას, რომ დაგეგმოს და გააკეთოს თავისი რაღაც მომავლის რეპროდუქციული გეგმა და ეს არის ეს ვიტრიფიკაცია, ანუ გაყინვა ბიომასალის, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. ხო, ეს იყო საინტერესო ჩემთვის, რომ რატომღაც მიიჩნევა, რომ თავარია ქალის ასაკი გაყინვის დროს ბიოლოგიური მასალის და კაცის ასაკსაც აქვს მნიშვნელობა. რატომღაც მიიჩნევა, რომ აი კაცი შეიძლება 60 წლამდე არ დაფიქრდეს შვილის გაჩენაზე. არა და კაცის ასაკიც ხო ახდენს გავლენას ნაყოფის ჯანმრთელობაზე. იცით რომ ამაში ქალებს მამაკაცი ძებია ქალს, იმიტომ რომ აი ისეთ რა აი ქალის ასაკი უკვე ბიოლოგიური იწყება 35 წლის ასაკში. მამაკაცის რომელიც და მამაკაცის იცით მე მყავდა პაციენტი 72 წლის რომლის ბიომასალა სპერმოგრამა იყო აი არაჩვეულებრივი, აი სულ ვეუბნებოდი თავის ცოლს, რომ დონორად შეიძლება აყვანოთ. 72 წლის იყო და ბავშვი გავაჩინეთ. ეს თავის პაციენტი თვითონ ცოლი იყო 25 წლით პატარა და ჩვენ გავაჩინეთ აი ამ ასაკის მამაკაცთან გავაჩინეთ შვილი. მაგრამ არის ეს ზღვარი როდის იწყება ეს ბიოლოგიური საათი, მამაკაცის ბიოლოგიური საათი იწყება 40, სხვადასხვა კვლევებით გვაძლევენ 40-45 წლის ასაკიდან. ძალიან ბევრი ხანი გვეგონა 45 წლის ასაკიდან იწყება და მამაკაცის ასაკიც აი ამ ქრომოსომულ დარღვევებზეა დაკავშირებული. და დღესდღეობით ბოლო მონაცემებით 40+ უკვე მამაკაცმა უნდა იფიქროს, ისევე როგორც ქალმა, მამაკაც შეუძლია გაყინოს თავისი მასალა და დღესდღეობით გაბატონო ლიკა
რამდენი წლის გაყინული სპერმით არის ბავშვი დაბადებული, მე როგორც ვიცი 35 წლის მერე დაიბადა. მამაკაცი იყო 35 ის? არა. ამ კაცს ჰქონდა ონკოლოგია, გაყინა თავისი ბიომასალა სპერმა და 35 წლის გაყინვის სპერმის მერე დაიბადა სრულიად ჯამთელი ბავშვი. 35 წელი ინახებოდა. უი, რას ლაპარაკობთ? ეს საქართველოში იყო ეს? არა. მეთქოდა 20 წლის წინ, მაშინ ჯერ კანონი არ იყო გამოსული, 20 წლის წინ გაყინული ემბრიონით საქართველოში ჩვენ გადავიტანეთ და დაიბადა ჯამთელი ბავშვი და სამწუხაროდ ალბათ ჩვენ უნდა ეს ინიციატივა წამოვწიოთ წინათო და როგორღაც მოვახერხოთ რომ შეიცვალოს კანონით ჩვენ არ აქვს უფლება 10 წლის მერე ემბრიონი 10 წლის წინ გაყინული ემბრიონების გამოყენების უფლება არ აქვს. ანუ მაქსიმუმ 10 წელი არის საქართველოში ეს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. და ძალიან მინდა მე და ყველა ჩემ კოლეგას რომ როგორმე მოვახერხოთ და ეს ინფორმაცია მივიტანოთ საჭირო ადგილას რომ ადამიანებს რომელსაც იგივე აი თქვათ ონკოლოგიური დაავადებების გამო მათ დასჭირდათ თავიანთი ბიოლოგიური მასალის გაყინვა. ზოგ შემთხვევაში კვერცხუჯრედი გაქვს გაყინული, კვერცხუჯრედზე იქ არაფერი არ წერია, პირდაპირ ემბრიონზე არის საუბარი, მაგრამ ზოგ ადამიანს ემბრიონი აქვს შენახული. და ის როდესაც გამოჯამრთელდება, უნდა გამოყენება ამ ემბრიონის და შეიძლება 10 წელია უგასული და ვეღარ ვიყენებთ ამ ემბრიონს. არიან პაციენტები, რომელსაც მეორე შვილის გაჩენა უნდათ, თქვათ 10 წლის შემდეგ, იგივე მასალით. და აი ესე გვაქვს შენახული ეს ემბრიონები და ვერაფერს ვერ ვშვებით. და ამიტომ ცით რა მე მგონი ეს გაკეთებული იყო იმაზე დაყნობით რომ ინგლისის რეგულაციებს იყენებდნენ იმ პერიოდში რატომღაც და იქ არის ესეთი ჩანაწერი რომ პაციენტთან იდება კონტრაქტი რაღაცა გარკვეული წლების მანძილზე. ვთქვათ 5 წლიანი ან 10 წლიანია კონტრაქტი. ეს კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ პაციენტს ავალდებულებენ რომ მივიდნენ და ხელმეორე კონტრაქტი გაფორმდეს. ეს უფრო არის ფინანსურ საკითხებთან დამოკიდებული და არაფერ შუაში იქ ბიოლოგია არ არის. გამიგეთ და რაღაცნაირად აი ეს გამოცდილება იყო გადმოტანილი ჩვენთან, ოღონდ აი ეს ნიუანსი რის გამო იყო ეს გაკეთებული, ის არის გამოტოვებული და ალბათ უნდა როგორმე ასოციაციამ ახლა ვიწყებთ აქტიურ მუშაობას და შევძლოთ რომ ეს რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები გავასწოროთ. ხო, ეს კანონმდებლობასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ცალკე თემაა და ძალიან საინტერესო. მე მაინტერესებს აი ეთიკურ საკითხებზე რომ ვისაუბროთ. აი რა არის ის ეთიკური თემები, რაც აი სუთავში გიტრიალებთ, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხება ინვიტრო განაყოფიერებას. საკმაოდ ბევრი საკითხია, თითქმის ყველა ის პროცედურა, რომელიც ჩვენთან კეთდება, შეგვიძლია მიუსადაგოთ, რომ აი როგორი ეთიკური ნორმებით უნდა გაკეთდეს. პირველი რაც ახლა ამ წუთას მე თავში მომდის და როცა ვსაუბრობთ ხოლმე, პირველი არის არ უნდა ვავნოთ პაციენტს, ხო? და ჩვენი მთავარი მიზანი არის ჯამრთელი ბავშვის დაბადება. როდესაც მე დავიწყე მუშაობა ამერიკაში, მაშინ ძალიან განსხვავებული იყო ბევრი რამ, იგივე ხსნარები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ემბრიონის კულტივაციისთვის, იგივე წამლები, რომლებსაც იყენებდნენ ქალის მოსამზადებლად. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. და მაშინ უფრო მეტი ემბრიონი გქონდა თამამად და არ ხდებოდა ესეთი ძალიან ბევრი ნაყოფის მიმაგრება არ ხდებოდა, მაგრამ დღესდღეობით არის, როდესაც მithumetes გენეტიკური კვლევა ტარდება ემბრიონზე, უმეტეს ქვეყნებში კანონში, რეგულაციებში არის ჩაწერილი, რომ გადაიტანეთ ერთი ემბრიონი, მithumetes თუ არის გაკეთებული პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა. ნუ ტყუპინაყოფი თითქოს ძალიან სასიხარულოა და მშობლები ურჩევნიათ თვითონ ესე თვლიან რომ ორი ბავშვი ერთდროულად დაიბადება და ამითი შეიძლება დაამთავრონ მთელი აი ეს პროცესი, მაგრამ იმხელა ხიფათის წინაშე დგებიან ბავშვებიც და თვითონ დედაც რომ ორი ნაყოფის ტარება არ არის იოლი. ხშირი არის ნაადრევი მშობიარობები, თვითონ ბავშვებს უჩნდებათ საკმაოდ სერიოზული პრობლემები, ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ და იმის გამო რომ კანონი არ გვიწყობს ხელს ძალიან ესე აგრესიულად ვერ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ მაინც ძალიან ვცდილობთ რომ მხოლოდ ერთი ემბრიონი გადავიდეთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ეთიკური ის არის, ხო, მიდგომა. მე ვიტყოდი ალბათ ეთიკურ მიდგომას კიდე
ჩემთვის რამოდენიმე ამდენი 25 წელია მუშაობდა რაც უფრო ასაკი მე თვითონ მემატება რაღაც ბევრ ამას ხონაირად უყურებ ჩემთვის რთულია მაგალითად არის ქვეყნები სადაც არის აკრძალული სქესის არჩევა მე ფიქრობ რომ აი სქესის არჩევა გოგო მინდა ბიჭი მინდა აი ეს ეთიკურად ყოველთვის პაციენტთან თუ არ არის ეს დამოკიდებული რაღაც დაავადებებზე და რთულია ეთიკურად რომ ავყვე პაციენტს მაგაზე რომ გინდათ ბიჭი ავირჩიოთ გინდათ გოგო ავირჩიოთ არ უნდა იყოს და ჩემს პრაქტიკაში უფრო ემბრიოლოგებს ვანდებ ამას ვეუბნები ყველაზე უკეთესი ხარისხის ემბრიონი რომელიც არის ის გადავიტანოთ მიუხედავად სქესისა ეს არის ერთ-ერთი ეთიკური მომენტი არ უნდა იყოს და ალბათ ამის რეგულაცია რამდენიც ვიცი ჩვენთანაც არის ამის არსებობს ეს ალბათ სწორია ამის რეგულაცია მეორე ეთიკური მომენტი ის არის რომ ეხლა ამ დღეებში მყავდა ზუსტად პაციენტი ერთ-ერთი საკმაოდ რთული გენის მტარებლობით ანუ ეს პაციენტია მტარებელი არის ჯანმრთელი მტარებელი და მოვიდა ჩვენთან ნუ აქ გარკვეული ცვლილებები თუნდაც დაკავშირებული ამ უნაყოფობასთან მაგრამ ფიზიკურად ჩვეულებრივი ძალიან ჭკვიანი კაი პერსპექტივით ახალგაზრდა პაციენტია და მეუბნება რომ მაინც ვაკეთებთ მაგას სხვა ჩვენებები აქ ინვიტროსთვის და მეუბნება რომ თუ შეიძლება გავაკეთოთო დამატებითი გენეტიკური კვლევა ემბრიონზე რომ გამოვრიცხოთ ჩემნაირი მტარებლობა ანუ არის ისეთი მტარებლობა როცა აუცილებლად მამაკაცის მტარებლობას უნდა ვიცოდეთ და თუ ორივეს ერთნაირი გენის მტარებლობა აქვს მაშინ დაიბადება არაჯამრთელი ბავშვი თუ ერთია მტარებელი შეიძლება დაიბადოს მტარებელი ისეთივა ჯამრთელი როგორც ეს პაციენტი და პაციენტს ვეკითხები აი როგორ უყურებთ მაგას რომ იქნება ემბრიონი თქვენისთანა გენის მტარებელი იცით აი დღემდე რთულია ეთიკურად გვაქვს თუ არა ჩვენ უფლება მაგის რო არ გადავიტანოთ ფაქტიურად ჯამრთელი უბრალოდ ამ გენის მტარებელი და ეს გენეტიკური კვლევები იმდენ რამეს გვაძლევს და ეს ისეთი კარგი პრევენცია არის ოჯახებისთვის და ჯამრთელი ბავშვის გაჩენისთვის მაგრამ აი უნდა ვიცოდეთ სად არის ზღვარი აი ეს ეთიკა გენეტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორები არიან ინვიტრო განაყოფიერებით დაბადებული ბავშვები ძალიან კარგი და საყვარლები და ჭკვიანები არის ეს ხა ისე მაგრამ რეალურად ჩვენ ბევრი კვლევა არის ძალიან ბევრი კვლევა არის ამის თაობაზე განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნებს აქვთ არაჩვეულებრივი კვლევები იმიტომ რომ მათ აქვს ძალიან კარგი რეგისტრაციის სისტემები და დანიას აქვს ხოლმე ძალიან კარგად ჩამოყალიბებული აი ეს კვლევები ნუ დღესდღეობით რაც ესე თვალსაჩინო იყო მათ მიერ გამოქვეყნებული იყო ის რომ გაყინული ემბრიონით დაბადებული ბავშვები არიან ცოტა უფრო მეტი წონის ვიდრე არაგაყინული ემბრიონებით მაგრამ ჯანმრთელობის თვალსაზრისით იქ არაფერზე არ არის ლაპარაკი გამიგეთ ამიტომ თუ ამ წყვილს რითიც შეიქმნა ეს ბავშვი არანაირი პრობლემა არ ექნებოდათ ეს რომ ბუნებრივი ჩასახვით მომხდარიყო ჩვენ ახალს ვერაფერს ვერ ვქმნით რეალურად კი არის რაღაც გარკვეული კვლევები რა მავნე გარემომ შეიძლება იქონიოს გავლენა ემბრიონზე, როდესაც გარეთ არის ინკუბატორის გარეთ, ანუ ან იმ გარემოში, სადაც
ჩვენ ვმუშაობთ. ნუ აი წარმოიდგინე ქალის ორგანიზმს აქვს რამდენი ბარიერი, რომ ემბრიონამდე არ მივიდეს გარემოს მავნე, იგივე ნივთიერებები, ნუ მავნე გარემო არ მივიდეს, ხო, ფაქტორები არ მივიდეს ემბრიონამდე. ხო, მთელი აი ეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, ფილტვი, ყველაფერი ამ ღვიძლი ამაზე მუშაობს, ხო, რომ ბავშვი იყოს რაც შეიძლება კარგ გარემოში. სწორედ აი ესეთი გარემოს შექმნას ცდილობთ და ამიტომ ვსწავლობთ და ამიტომ ვიცით კარგად ქალის ორგანიზმი, რომ ნუ რაღაცა იმიტაცია გავაკეთოთ ჩვენს ლაბორატორიებში, ნუ ზოგში არის, ზოგში არ არის. მე ვიტყვი, რომ ჩვენს ლაბორატორიაში ნამდვილად არის მაქსიმალურად მიახლოებული თუ კი რაიმე სამეცნიერო კვლევა არსებობს, თუ როგორი უნდა იყოს ჰაერი, როგორი ავეჯი უნდა გვედგას, როგორი ტანსაცმელი გვეცვას, რა ნივთიერება გამოვიყენოთ, კედელი როგორი იყოს, განათება როგორი იყოს, ჰაერი როგორი იყოს. ამას ეს ყველაფერი გათვალისწინებული არის ჩვენ ლაბორატორიაში და რა ვიცი, რომ რეალურად ჩვენ იმაზე მეც ვერ დაუმატებთ, ვიდრე თვითონ მშობლებს გენეტიკა. რაც მშობლების გენეტიკას აქვს. ნუ არსებობს რა თქმა უნდა დენოვო მუტაციები, ანუ ეს არც დედას, არც მამას ეს არ აქვს, მაგრამ ხდება რაღაცა ცვლილება ნაყოფში. არის ესეთი ძალიან დიდი კვლევა. ევროპაზე რამოდენიმე ქვეყანა მონაწილეობდა და ძალიან დიდ რაოდენობა პაციენტებზე, სადაც ნახეს, რომ ინტელექტუალური მონაცემები და IQ ამ ბავშვების ბევრად მეტია ვიდრე ჩვეულებრივ პოპულაციაში. როგორ ფიქრობთ, რატო? საინტერესო, რატო? როგორ ფიქრობთ? იმიტომ რომ IQ საუკეთესო? ხო, არ ვიცი. იცი ძალიან ბევრი პარამეტრები იყო შეფასებული და მაინც მოვიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს იმდენი ლოდინი, აღზრდა და მიდგომა და მე ასაკი მშობლების, რომლებიც სულ სხვანაირად უდგებიან ამ ბავშვებს, ამან მოიყვანა იქამდე, რომ უკვე არის ცნობილი, რას მიაღწიეს ამ ბავშვებმა. იმიტომ რომ პირველი ბავშვი დაიბადა 78 წელში ინგლისში და ეხლა წარმოიდგინეთ უკვე 13 მილიონზე მეტი დადის დედამიწაზე და რამხელა მიღწევები აქვთ ამ ბავშვებს და ვიტყოდი რომ აი ინტელექტუალურად IQ ამ ბავშვების ბევრად მეტია თურმე ვინდე ჩვეულებრივ პოპულაციაში. ხო, სხვათა მე ვიფიქრეს, რომ აი ასე ნანატ რამდენ ხანს რო ელოდება მშობელი ბავშვს, რაღაც სხვანაირი, ნუ ეხა არ მინდა დავაკნინო ბუნებრივად გაჩენილი, მაგრამ თითქოს აი ამდენი ხანი ხშირად არის რომ უნაყოფობა მრავალწლიანი და ასე რომ ელოდებიან, აი იმ ბორს რაღაც სხვანაირი გარემო აქვს მე, ხო? ხო, წარმოიდგინეთ მშობლები, რომლებმაც 20 წელი იწვალეს, თქვათ. გაყიდეს თუ კი რამე ქონდათ, ბინებიც კი გაყიდეს. ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში შევხვედრი ვარ უნაყოფო პაციენტ, სხვადასხვა ნაციონალობის, ამერიკაში დიდხანს ცხოვრობდი და უამრავ პაციენტთან მქონდა ურთიერთობა, მათი მენტალიტეტი არის აბსოლუტურად ერთნაირი, სრულიად ერთნაირად უყურებენ ამ საქმეს და ერთნაირად განიცდიან, მათი თვალები ერთნაირია, როგელოდებიან პასუხს, რას ეუბნები, ერთნაირი გამომეტყველება აქვს ყველა, ერთმანეთს გვანან და გითხარით კიდევაც ძალიან საინტერესო კვლევა იყო, ინგლისელი ფსიქოლოგი არის ეს ქალი, ძალიან კარგად მუშაობს ჩვენ სფეროში, შეადარა სხვადასხვა ტიპის წყვილებში დაბადებული ბავშვების მდგომარეობა, მათი განვითარება, ინტეგრაცია სოციუმთან, სკოლაში მათი ინტეგრაცია. ესენი იყვნენ ჩვეულებრივად ჩასახული ბავშვები, ინვიტრო განაყოფიერებით ჰეტეროსექსუალური წყვილები, ჰომოსექსუალური წყვილები, მარტოხელა დედა, მარტოხელა მამა, სუროგაციით დაბადებული და ასე შემდეგ და ყველაზე უფრო კარგად განვითარებული არიან ის ბავშვები, პირველ რიგში რომელ ოჯახშიც შემშვიდია და წყვილი ერთმანეთთან ჰარმონიულ ურთიერთობაშია და მეორე ის ბავშვები, რომლებსაც ყველაზე დიდხანს ელოდნენ, რომლებიც სუროგაციით არიან დაბადებულები, აი ყველა გზა რო აქვთ მის მშობლებს გავლილი და არაფერმა რო არაფერი წარმატება რო არც ერთი გზით არ მიიღეს და ბოლოს სუროგაცია გამოიყენეს, აი ეს ბავშვები არიან ყველაზე უფრო მეტად ჰარმონიულ გარემოში ცხოვრობენ და მათ უფრო კარგი განვითარების ბედნიერები არიან.
აი რა საინტერესოა. ამ დროს აი მაინც როგორი სტერეოტიპები არსებობს აი ამ ინვიტროზე, რომ აი თითქოს ცით მე მაგ ის აქამდე მქონდა ალბომები, ფაილები, ბავშვების სურათებით, იმიტომ რომ ზოგადად არ მიყვარს როცა კაბინეტში ბევრი სურათია ბავშვის, იმიტომ რომ როცა უკვე ქალი ორსულათა და უკვე გააჩინა ის ბედნიერია, მაგრამ როცა ჩემთან პაციენტი შემოდის და მაგი ნატრობს მაგაზე, აი პაციენტის ფსიქოლოგია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ზოგჯერ მგონია რომ რაღაც ფსიქოლოგიურად უჭირს პაციენტს, რომელსაც ჯერ ეს შვილი არ ყავს და იმიტომ აქ ესეთი ალბომი, რომელიც დევს და პაციენტს თუ უნდა გახსნის და ათვალიერებს, თუ არ უნდა არ ათვალიერებს. და ამასობაში ამ ალბომებს, როცა უკვე სურათებს ბეჭდავდით 15 და 20 წლის წინ სულ სურათები მაქვს, მაგრამ ეხლა მაქვს ელექტრონულად რომ მიგზავნია სურათები და ცალკე მაქვს ესეთი ძალიან ბევრი ფაილი, სადაც ქვია ჩემი ბავშვების მიღწევები. აი 3, 4, 5, 6 წლის ბავშვებს მედლები, ჩემპიონობა სპორტში, რაღაც ოლიმპიადებზე, აი იმდენად მშობლები ამ ბავშვებზე არიან, რომ აი ჯანმრთელობაზე რო ამბობენ ბავშვების, არის ესეთი კვლევა, სადაც 2-3%-ით ამ ინვიტროს პოპულაციას ბავშვებს ცოტა მეტი გენეტიკური რაღაც დაავადებები აქვთ. და როცა შეადარეს ეს ჯგუფები, მოვიდნენ, აი როგორც ბატონ ლიკამ თქვა, იმ დასკვნამდე, რომ ეს იყო განპირობებული არა იმ ტექნოლოგიით, როგორ გაჩნდა ეს ბავშვი, ანუ იმ დაავადებით, რა მოიყვანა ამ ბავშვის მშობელი ჩვენამდე. ანუ ჯანმრთელი წყვილი ჩვენთან არ მოდის. იქ არის რთული ქალის ფაქტორი, რთული მამაკაცის ფაქტორი, რომელიც პირველ რიგში ბავშვების აი ფსიქოსომატურ განვითარებაზე მოქმედებს მშობლის ასაკი. და რაც არ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ ამას ვერ ვცვლით და არ არსებობს ისეთი გენეტიკური კვლევები, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გამოვრიცხოთ. და კორექციის შესაძლებლობაც ჯერჯერობით ისეთი არ აქვს, მაგრამ ცოტა ხანში იმედია, რომ ეს გადავა კლინიკურ რუტინაში. ხო. რაზე ვაპარაკობ, იცი? ხო, ეს კორექცია რა იგივე ხო? შესაძლებლობა არსებობს, რომ თქვათ გენის კორექცია გავაკეთოთ. ბიოლოგიური მაკრატელი ქვია მას ქვია. ბიოლოგიური მაკრატელი. ხო, CRISPR ქვია. ესეთი მეთოდი არსებობს, როდესაც დაზიანებული გენი შეიძლება რომ შეაკეთო. მაგრამ ჯერჯერობით, ძალიან მცირე აპლიკაცია არის კლინიკური. კი იყო ესეთი სტატია, რომ ჩინეთში თითქოს ერთ-ერთმა ექიმმა გააკეთა, შეუცვალა ბავშვებს რაღაც გარკვეული გენის შეცვალეს, მაგრამ გენში კორექცია გააკეთეს, მაგრამ რეალურად იყო თუ არა არ ვიცით, სამწუხაროდ ის ცუდად დამთავრდა, ის ადამიანი ციხეში აღმოჩნდა, თითქოს დააბრალეს რო იტყუე. მოკლედ ეს რთული პროცესი არის გასავლელი, ვიდრე ეს ყველაფერი დალაგდება იქამდე, როგორც ინვიტრომ გაიარა. ძალიან რთული პროცესები გაიარა. რობერტ ედვარდსმა და პატრიკ სტეპტომ ძალიან ბევრი რამ გადაიტანეს, ვიდრე ეს დადგა იქამდე მივედით, რომ ეს არის უკვე ჩვეულებრივი უსაფრთხო იყო მაშინაც, უბრალოდ ჩვეულებრივი კლინიკურ მკურნალობის მეთოდად იქნა აღიარებული. ასევე ალბათ რაღაც ძალიან ბევრი კვლევები მიმდინარეობს ახლა და პრინციპში ალბათ მომავალი არის CRISPR-ის, როდესაც შევძლებთ, რომ ეს დაზიანებული გენი გავასწოროთ. ეს იქნება რაღაც საოცრად. უკვე რამოდენიმე, ახლა ზუსტად გუშინ წავიკითხე ერთი სტატია, არის რამოდენიმე დაავადების წამლები, ანუ აბებში, ანუ ამბოლ რომელსაც აქვს მოქმედება აი ამ ბიოლოგიური მაკრატლის, ესე ვთქვათ, უფრო რუტინულად, უფრო ბანალურად და ერთ-ერთი პირველი წამალი არის ჰიპერხოლესტერინემია, როცა არის და ატეროსკლეროზები და ნადრევი სიკვდილიანობა, როცა არის მემკვიდრეობით და არსებობს და ეს ბევრ ქვეყანაში უკვე მოქმედებს ეს წამალი, როცა ფაქტურად პაციენტი ღებულობს ამ წამალს, ეს წამალი შედის ორგანიზმში და აი CRISPR-ივით ჭრის იმ გენს,
რომელიც არის პასუხისმგებელი ამ ჰიპერხოლესტერინემიას. ანუ ეს მედიკამენტი იშვება. ფაქტიურად მედიკამენტებზე და ეხლა ბევრი კვლევა ონკოლოგიაზე ამაზე საუბარი და აი ზუსტად გუშინ წავიკითხე. ეხლა იყო საერთაშორისო სხდომა ASCO-ს ონკოლოგების. არის ესეთი კვლევა და საკმაოდ კარგი შედეგები აქვთ კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს მკურნალობის გუშინ იყო კი მეც წავიკითხე და რაღაც საოცრებები ხდება, მაგრამ ალბათ აქ არის ზუსტად ის ეთიკის საკითხები, აი სად არის ზღვარი, ამ გენეტიკაში ჯერ არ ვიცი. ძალიან დიდი პრობლემა იყო, რომ არ ყოფილიყო. აი ამ გენს კი გაასწორებს, მაგრამ გვერდით გვერდითი მოვლენები რო არ ყოფილიყო, მაგრამ ბევრი რამე გამოიკლიეს და ძალიან წინ წავიდა ეს. აი იგივე დღეს რაც არის დუშენის სინდრომის მქონე ბავშვების წამლებზე ლაპარაკი, ესეც იგივე ტიპის წამალია, ეს არის ძალიან დიდი გენი დაზიანებული, როდესაც დუშენის მასკულარ დისტროფიაზე ლაპარაკი. ხაშოს პირველი ამერიკაში პირველი ჯანმრთელი ბავშვი ინვიტრო განაყოფიერებით ჩვენს ლაბორატორიაში დაიბადა. ამ დაავადების ოჯახში ორი ბავშვი მამაკაცი იყო დაღუპული, ორი მამრი. და ჩვენთან გაკეთდა ტესტი გენეტიკური და გოგო ემბრიონი გადაიტანეს და დაიბადა ჯანმრთელი ბავშვი. ეხლა რა პრობლემა არის ამ წამალთან დაკავშირებით? ერთ-ერთ წამალთან, რომელზეც არის დღეს ლაპარაკი, ეს არის დაზიანება გენის არის ძალიან დიდი. ამის აღდგენა ძალიან რთულია. ის წამალი, რომელიც არსებობს, ის ზის ბაქტერიაზე, რომელიც უნდა შევიდეს ორგანიზმში და მივიდეს ამ გენთან. და მას მიაქვს მასალა, რომელიც ამ გენის ნაწილს აღადგენს. ვინაიდან მთელ გენს ვერ აღადგენს, ბავშვს ვერ გამოაჯამრთელებ, მაგრამ რაღაცა გარკვეულ პროგრესს, რა თქმა უნდა, პროგრესი არის, იმიტომ რომ ნაწილობრივად აღდგება ეს გენი და გამოიმუშავებს იმ ნივთიერებას, რომელიც საჭიროა, რომ ეს კუნთების დისტროფია ცოტა შენელდეს. და იწყებენ ბავშვები მოძრაობას, მაგრამ ის ბავშვები, რომლებიც ვერ მოძრაობენ, უკვე იმაზე ეს წამალი არ მუშაობს. მოყონ ძალიან ძვირი. 1,5 მილიონი ღირს და ერთი ინექცია მხოლოდ. და ეს იმხელა ისეთი ტექნოლოგიები არის უკვე, რომ აი თითქმის ზღაპრის ტოლფასია. ესე იგი ჩვენ ვისაუბრეთ თითქმის ყველაფერზე, რაზეც მე მინდოდა რომ ესაუბრა, რამე ხომ არ დარჩა ისეთი, რაც არ გვიხსენებია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ ვისაუბრებდი ცოტას ონკოლოგიურ პაციენტებზე და აი პაციენტების შიშებზე, აი რისიც ეჩინიათ ძალიან ხშირად სხვათა შორის პაციენტს ესმის არასამართლიანი ინფორმაცია, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და აი ალბათ მნიშვნელოვანი იქნებოდა აი ეს პაციენტის ფობიებზე და განსაკუთრებით ონკოლოგიურ პაციენტების რეპროდუქციულ გეგმებზე საუბარი. ანუ ეს წინასწარ რო გაყინვა შეიძლება, ხო? ამაზე რო ვისაუბრეთ, მანამდე ცოტა რო შევეხეთ. ხო? ანუ რა პრობლემა არის ეშინიათ ყველაზე მეტად? რო ვისაუბროთ ჯანმრთელ პაციენტზე და რა ონკოლოგიურზე, ყველაზე ხშირი რისიც ეშინიათ პაციენტებს, ეს არის რო გავიკეთო სტიმულაცია, ანუ რაც აუცილებელი კომპონენტია ჩვენი მკურნალობის, ეს ჰორმონალური სტიმულაცია. ვაიმე რას მიზავს ეს ჰორმონალური პრეპარატები, ხო არ გამოიწვევს ონკოლოგიას და ხო არ გამოიწვევს საკვერცხების ფუნქციის დაქვეითებას. ეს არის ყველაზე ესეთი ხშირი გავრცელებული და ამაზე მინდა ალბათ პაციენტების საყურადღებოდ თქვა, რომ რითი ვართ ჩვენ განსხვავებული, ალბათ ბევრი კლინიკა ესეთი, რომ აი იმისთვის რომ ამაზე ვისაუბროთ, თუ რა რისკ ფაქტორები უნდა გამოვყოთ პაციენტს, სანამ ნებისმიერ მკურნალობას ვიწყებთ, ახლა არ ვამბობ მარტო ინვიტროზე, ნებისმიერ მიმართულებით რო ვთქვათ, დაავადებით, ჩვენ ერთ დაავადებას ვერ მივყვებით, ჩვენ მკურნალობთ მთლიანად ორგანიზმს, ხო?
ხო და ეხა მე თუ ვარ სტომატოლოგი, მარტო კბილზე არ უნდა ვიფიქრო და ვიცოდე საერთოდ რა აქვს ამ პაციენტს, აქ თუ არა ჩემი უკუჩვენებები, თუნდაც ანესტეზიის, იგივეა აქაც, სანამ ჩვენ ვიწყებთ კურნალობას და მით უმეტეს გორმონალურ სტიმულაციას და გეტყვით, რომ თუნდაც პაციენტი მოვიდა და მითხრა, რომ კონტრაცეპტივი მინდა, მე მაგას ვერ მივცემ, ისე რომ აი აფთიაქში რომ მიდის პაციენტი და მომესით კონტრაცეპტივი არ არის სწორი. ამის არჩევა უნდა გაუკეთოს ექიმმა და იმისთვის რომ პაციენტს უპასუხო, აქ თუ არა მას რაღაც რისკები, მე უნდა გამოვიკვლიო თავიდან საერთოდ ჯამრთელია თუ არა პაციენტი, იმიტომ რომ მე სტიმულაციაც რო არ გავაკეთო, ორსულობა უნდა დადგეს ჯამრთელ ორგანიზმში. და იმიტომ ჩვენ პაციენტებს უკეთებთ კვლევას და ჩვენ გვაქვს შიდა სტანდარტი და ალბათ ჩვენს კლინიკაში ეს სტანდარტი ცოტა მეტია ვიდრე ვიტყვი რუტინულად სხვაგან აკეთებენ, მაგრამ ჩვენ გვაძლევს ეს იმის უფლებას, რომ ვისაუბრობთ, ჩემთვის მთავარია ორსულობის დადგომა არა. ჯამრთელი ბავშვის გაჩენა და როცა პაციენტს ზოგჯერ გვაქვს ესეთი უსიამოვნებები პაციენტები, რატო ვიკლებთ, რატო ვაბარებ ამდენ ანალიზს. პაციენტს ვეუბნებით, თქვენ შეგიძლიათ ჩვენთან არ ჩააბაროთ, ჩააბარეთ სადაც თქვენთვის უფრო მოხერხებული იქნება, მაგრამ მე მჭირდება ეს თქვენი კვლევები. უნდა ვნახოთ თუ რა დაავადებები აქვს ამ პაციენტს, იმიტომ რომ არის ესეთი დაავადებები, როცა რაღაც გზა უნდა შევცვალო. თუნდაც ონკოლოგიურ პაციენტში თუ აქ მაგას ესეთი პირველი მეორე სტადიის ონკოლოგია ეს დღესდღეობით არ არის უკუჩვენება ინვიტროს ჩატარებისთვის. და მაგრამ ჩემთვის მთავარია ვიცოდე რა დაავადება აქვს იმისთვის რომ სწორი არჩევანი გავაკეთო და სწორი გორმონალური პრეპარატი და სქემა შეურჩიო პაციენტს. ნუ ეს ალბათ ფინანსებთან არის დაკავშირებული და ამის გამოც აქვს ეს კითხვები და რა თქმა უნდა, მაგრამ სამწუხაროდ არის ფინანსები და სამწუხაროდ საქართველოში არ არის სახელმწიფო დაფინანსება ამ პროგრამების და რა თქმა უნდა, ეკონომიურ ფაქტორს და ფინანსურ ფაქტორს ყოველთვის ვითვალისწინებთ, მაგრამ აი ეს ის საბაზისო რაღაც არის, რის უმისოდ მე არ შემიძლია არანაირი ჩარევა გაუკეთო პაციენტს. და ამიტომ როცა პაციენტს ეშინია, პაციენტს ვეუბნება, რომ მესმის თქვენი, მეც ალბათ ესე ვიფიქრებდი და მოდით გავაკეთოთ კვლევები, გაქვთ თუ არა უკუჩვენება. და დღესდღეობით არის 65 წლის მანძილზე გაკეთებული კვლევები, ანუ 65 წლის წინ არ იყო IVF-ი, მაგრამ ის მთავარი პრეპარატი ჩვენ აქ როცა ონკოლოგიაზე ვამბობთ, ისი გვეშინია არა თვითონ манипуляციის, როცა ფუნქციას ვაკეთებ, ფუნქციას არ შეუძლია ონკოლოგია გამოიწვიოს. აქ არის საუბარი პრეპარატებზე და გორმონალურ პრეპარატებზე, რითიც სტიმულაციას ვაკეთებთ. და პირველი ეს მასტიმულირებელი პრეპარატი, რომელიც მოიგონეს, იყო 53 წლიდან, ნიშნავენ ამას იგივე კლოსტილბეგიდი და აიქედან დაწყებული კვლევა არის ჩატარებული, ძალიან დიდი მეტანალიზი არის, სადაც არის გაცემული პასუხი კითხვაზე იწვევს თუ არა ჩვენი ქმედებები ონკოლოგიას. და იქ აშკარად არის ნაჩვენები, რომ არა ჩვენი ქმედებები, ჩვენი სტიმულაციები ონკოლოგიას არ იწვევს. მეორე ის არის, რომ დაიბადება თუ არა ჯამრთელი ბავშვი, ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ. და მესამე გამოიწვევს თუ არა განრევას საკვერცხლების ფუნქციას. ესეც დამტკიცებულია, რომ არა არის წვეს. კარგია რომ ამაზე ვისაუბრეთ, იმიტომ რომ ესეც რაღაც მე მგონი ბნელით მოცული თემა იყო ალბათ მაყურებლებში. მეც არ ვიცოდი და საინტერესო იყო ამის მოსმენა. ლიკა თქვენ შემდეგი რაც შემიძლია ვთქვა, რისი ეშინიათ ძალიან პაციენტებს. ნამდვილად იქნება თუ არა მათი ბიოლოგიური მასალა გამოყენებული და ხო არ იქნება ხო არ აერებათ ლაბორატორიაში. ლაბორატორიაში ხო არ მოხდება რაიმე შეცდომა. მე მეკითხა არც დამბადებია.
კი, ესეთი არსებობს, კითხავთ კიდევაც პაციენტებს. განსაკუთრებით მამაკაცებს. მამაკაცებს, ნუ მესმის, ისინი ხომ ვერ ხედავენ ეს ყველაფერი ხომ მიკროსკოპის ქვეშ ერთი ბეწო რაღაც წერტილის დონის უჯრედებზე გვაქვს ლაპარაკი, ხო? მაგრამ ნუ რა არის, რითი შემილია რომ დავამშვიდო ეს ადამიანები რეპროარჩი მუდმივად ორი ადამიანი უკვირდებოდა გვარი აუცილებლად იკითხებოდა და ამას ამოწმებდა მეორე ადამიანი და ორი ადამიანი აწერდა ხელს დოკუმენტს, რომ ნამდვილად ეს ამ პაციენტის მასალაა. როდესაც ემბრიონი უკვე გადაგვაქვს და არის კათეტერში, გადასატან კათეტერში, აუცილებლად ერთი ადამიანი ხო ამას უყურებდა და მეორე პაციენტს ხო ეკითხებოდა რა გვარი იყო და იმის მიხედვით ხდებოდა ეს იდენტიფიცირება, მაგრამ ეხლა გვაქვს არაჩვეულებრივი ჭკვიანი მანქანა, ანუ აპარატი, რომელიც შტრიხ-კოდებით მუშაობს. პაციენტი რომ შემოდის, მასზე იხსნება ბარათი, ეს ამ ბარათს აქვს უნიკალური კოდი, ის გადადის თითოეულ ჭურჭელზე, რასაც კი ვიყენებთ ჩვენ ამ პაციენტისთვის და როდესაც ვიწყებთ ამ პაციენტზე მუშაობას, უნდა შევიტანოთ მისი გვარი ამ ხელსაწყოში და თუ შემთხვევით სხვისი მასალა გამოვიტანეთ ინკუბატორიდან და მიკროსკოპის ქვეშ მოხვდა, ეს აპარატი იწყებს სიგნალს გვაძლევს, რომ გეშლებათ. ამიტომ რეალურად თითქმის ელიმინირებული არის შეცდომის ალბათობა. აღმოფხვერით მოკლედ ყველანაირი შეცდომა. მართალია მაინც ორი ადამიანი მაინც ამას აკვირდება, მაგრამ დაემატა უკვე ტექნოლოგიაც, რომელიც ძალიან გვეხმარება და სიმშვიდე ამითი ძალიან დიდი სიმშვიდე მივანიჭეთ ემბრიოლოგებს. კი ბატონო, ესე იგი მაყურებლისთვის ვიტყვი, რომ ჩვენი ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში დავტოვებ რეპროარტის საიტს, მათ საკონტაქტოს. მე მგონი ძალიან საინტერესო თემაზე იყო დღეს საუბარი და ნუ ეს ძალიან ესეთი მრავლის მომცველი თემა, კიდევ ბევრს ვისაუბრებდი ორივე სტუმართან ერთად, მაგრამ მადლობა, რომ დღეს ის თემები დავფარეთ, რაზეც ესე ინტერნეტში ქართულ YouTube-ზე არ მოიძიება ინფორმაცია. მადლობა ამისთვის და გისურვებთ, რომ კიდევ დიდხანს გააბედნიეროთ ოჯახები და დაეხმაროთ ადამიანებს აი ამ ახალი სიცოცხლის მოვლენებაში. დიდი მადლობა. მადლობა და თუ თქვენთვის საინტერესო იყო დღევანდელი ჩვენი საუბარი, გთხოვთ გამოხატეთ ვიდეოს მოწონებით და თქვენი შთაბეჭდილებების გაზიარებით კომენტარებში, ასევე დატოვეთ თქვენი შეკითხვებით, საინტერესოა რა კითხვები დაგებადათ. მადლობა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით.